საუბნო ონკანები, წყაროები და ეზოებში კუსტარულად მოწყობილი ჭები. დღემდე საქართველოს 1000-ზე მეტი სოფლის რეალობაა. სასმელად ვარგისია თუ არა წყალი, რომელსაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები სვამენ. ამ კითხვაზე პასუხის მიღება ჩვენ ლაბორატორიული ანალიზით ვცადეთ. ჟურნალისტური მოკვლევა გორიდან დავიწყეთ, სადაც გასულ კვირას სკოლის მოსწავლეების მასობრივი მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა. ღებინებისა და დიარეის სიმპტომებით ბავშვთა საავადმყოფოს ათეულობით პაციენტმა 5 ოქტომბერს მიმართა. მოწამლულთა უმრავლესობა ბავშვები იყვნენ, რომელთა მშობლების მომხდარ სასმელ წყალს უკავშირებდნენ. მოგვიანებით დასახლებაში სურსათის ეროვნული სამსახურის მიერ აღებულმა სინჯებმა წყლის დაბინძურება არ დაადასტურა. დეტალების გასარკვევად პირველ რიგში იმ სკოლას მივაკითხეთ, სადაც 5 ოქტომბერს 230 მოსწავლე ღებინებისა და დიარეის მიზეზით ვერ გამოცხადდა. მომდევნო დღეების განმავლობაში გაცდენების რაოდენობა შედარებით შემცირდა. მშობლების ინფორმაციით ეს დაკავშირებული გახლდათ სასმელი წყლის გამოყენებასთან და როგორც ისინი ბრძანებიან, გამოიწვია სასმელი წყლის მოხმარებამ ეს მოწამვლა, თუმცა ამისი სამედიცინო დასკვნა და შესაბამისი დოკუმენტი არც სკოლას გააჩნია და არც მშობლებს ჰქონდათ. ინტოქსიკაციის სიმპტომებს წყალს უკავშირებდა ამავე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგიც, რომელსაც არასრულწლოვან შვილთან ერთად სკოლის გაცდენა თავადაც მოუხდა. გამთენიისას მე და ჩემი შვილს 16 წლის გოგო მყავს და იმას დაგვემართა პირღებინება, დიარეა. ძალიან ცუდად ვიყავით, სუსტად ძალიან. დილის 5 საათზე რო დაგვემართა, გვეგონა რაღაცა საკვებმა მოგწამლა, მაგრამ მე რო გავიგეთ, რომ ეს მასიურად იყო კომბინატში, მე უკვე მივხვდით, რომ ანუ საკვებით, იმიტომ რომ საკვებს ვერ უკავშირებდით ნამდვილად, აი ისეთი არაფერი მიგვიღია, რომ მაგაზე გვიფიქრა, რომ ნამდვილად რაღაცა საკვები მოგწამლა. ბევრი იყო ხო ამ კორპუსში მოწამლული, ბევრისგან გაიგეთ, რომ მოვიწამლეთ. მოვიწამლეთო. კომბინატის დასახლებაში ერთ-ერთი იმ კორპუსის მცხოვრებლებსაც გავესაუბრეთ, სადაც მოწამლის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. მთელი ღამე არ მეძინას, გავრბოდი, გული მერევოდა, მე კიდე სამოაღებინე და მადლობა ღმერთსა, რომ წამალი მქონდა და კიდევ ბევრმა თქვა, რომ მოვიწამლეთო. ცხოვრებლების ნაწილი ინტერვიუზე უარს ამბობს, თუმცა პირად საუბარში მოწამლის შემთხვევებს თითქმის ყველა ადასტურებს. მეცხრე საფლურზე ერთი ქალი ამბობდა, რომ კინაღა მოუღუდი წუხელისაა. მე და რა გვეშველება? წყალია მოწამლიო, ძროხაჭა ვარ და რა ვიცი. წყალს აბრალებდა ყველა, ანუ რაღაცა სხვა მიზეზი. არა. ყველა წყალსა, ვინც კიდალია, სულ ყველა ეგრე იყო. კლინიკა იავნანა ის დაწესებულებაა, რომელიც პირველი დღეების განმავლობაში ღებინებისა და დიარეის მქონე პაციენტების გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდა. ნაწლავური ვირუსული ინფექციის ლოკალური აფეთქება პრინციპში დასრულებულია. ამასთან გვაქვს უკვე მონაცემები და გაირკვა, რომ ამ ნაწლავური ვირუსული ინფექციის გამომწვევი არის ნოროვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული კვლევებით. ნოროვირუსი ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გავრცელებადი ინფექციაა. მისი გავრცელება შესაძლებელია როგორც დაავადებულთან ახლო კონტაქტი, დაბინძურებულ ნივთებთან ან ზედაპირებთან შეხებით, ასევე საკვების ან წყლის მეშვეობით. ხელების ხშირი დაბანმა ეს არის უცვლელი და ოქროს წესი. ეხლა ჩვენ შინდისის გზატკეცილზე ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ვიმყოფებით, სადაც მოწამვლის მასობრივი შემთხვევები მოხდა. უნდა ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი. პირველ რიგში უნდა დავამუშაოთ ონკანი. ალის საშუალებით ხდება ონკანის დამუშავება. რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა იდინოს წყალმა და შემდეგ სტერილურ ჭურჭელში უნდა ავიღოთ ეს წყალი. აღებულ სინჯს ჩავაბარებთ ლაბორატორიაში. რეგიონული ცენტრიდან გორის სოფლებს მივაშურეთ. როგორც გაირკვა, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების უმეტესობაში სასმელი წყლის პრობლემა უკვე მოგვარდა, ან მოგვარების პროცესშია. თუმცა სასმელზე მეტად ადგილობრივებს სარწყავი წყლის საკითხი აწუხებთ. ჩემთვის რო ეკითხა, ჯერ რომელი გინდაო, ვეტყოდი, რომ ჯერ სარწყავი წყალი მეთქი. თუ არ მორწყე და მოსავალი არ მოიყვანა, სოფელში რა გინდა, რა უნდა გააკეთო? ხილი გინდა, რამე გინდა, ჯერ ხო არ ვერ მოყვყავ, იმიტომ ზედაჭკრება წყალი არ არის, ვერ ავწყავთ. მე შემიძლია წაგიყვანო და გაჩვენო და აგეტირება. ესა ვაშლია. აი ეს არის სინაფი ძველებური მეფეების ჭამდნენ ხოლმე ვაშსა. მინდა გულით არ მქონდეს, მაგრამ აბა დაინახე ადრეშია. აი, ემას რო წყალი ქონიყო, უნდა ყოფილიყო ესა თითო 100 გრამი მაინც უნდა იყოს.
ზეღდულეთიდან ნადარბაზევში გადავინაცვლეთ, სადაც სასმელი წყლის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას ადგილობრივები წლების განმავლობაში უჩიოდნენ. პრობლემა აქაც ნაწილობრივ გადაჭრილი დაგვხვდა. ოჯახების ნაწილს წყალი უკვე შეუყვანეს, ნაწილი კი ამ დრომდე წყაროს წყლით სარგებლობს. კაი წყალი არ არის ეგ ვიცი. როდალებ გული გერება, აი ეგეთი შეგრძნება გააქვს იმ წყლისგან. ხან დაწყდება, ხან მოდის, ხან სუწვლილად მოდის. რა ვიცი, აი ესეთი უპატრონო სოფელი რო არის ეგ ვიცი. არავინ არ სვავს მაგ წყალს ნორმალურად. ყიდულობთ წყალს მაღაზიებში. აი ხო ნახე რომ იღებდნენ იქ წყალს. კი, იღებენ ახლა როცა გიჭის დალევი, ყველას ხო არა აქვს. რო იყიდოს. გორიდან მოაქვთ. ვისაც მანქანები ტრანსპორტი ყავს მოაქვთ ქალაქიდან და ვისაც არა და მინარევებიც ალბათ ხონდა რაღაც მინარევები, მაგრამ სათავე აქვს. სათავე იმ წყაროს. მე ვიცი თავისთავად ხადია, როგორ გითხრათ ალბათ მე-4 მე-5 საუკუნეში სპილენძის მილებით რო გამოდიოდა ეგ რომელიც საუკუნეები იყო აღარ მახსოვს მე. თიხა და ისა სპილენძი. ნადარბაზევის წყაროს წყლის სინჯის მეორე ნიმუშია, რომლის ანალიზსაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩავატარებთ. შემდეგი გაჩერება იმერეთია, ქუთაისი. ქუთაისელებს მრავალი წლის განმავლობაში წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ. ამიტომ მოსახლეობა კუსტარული წყლის ავზებით სარგებლობდა. ვითარება აქაც შეცვლილი დაგვხდა. მეც მაქვს შემორჩენილი ახლა ბაკი, მაგრამ ის აღარ მჭირდება. მთელი დღე და ღამე გვაქვს წყალი, ხარისხიანი, ბალონებით ავდიოდით, ბოთლებით, ვედრუებით. სუფთა არ იყო როცა მოდიოდა. და ხარისხიანიც არ იყო წყალი. ქვიშა მოყვებოდა. გრაფიკით რომ მოგვეწოდებოდა, არ ვიცი დაგროვილი წყალი იყო თუ რა იყო იმ წყალს უფრო მოყვებოდა სილა და ნალექები და ეს წყალი მთელი დღე რომ მოდის მაგისტრალები რომ სუფთავდება შედარებით უკეთესი წყალი გვაქვს. საქართველოში წყლის მიწოდებაზე და ხარისხზე პასუხისმგებელი 8 ლიცენზირებული ოპერატორია რეგისტრირებული. მათგან ყველაზე მსხვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც რეგიონების ნახევარზე მეც ემსახურება. აბონენტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ქუთაისიდან სოფელ ფარცხანაყანევში გადავინაცვლეთ. ამ სოფლის მცხოვრებლების დიდი ნაწილი წყალს ეზოში კუსტარულად მოწყობილი ჭებიდან იღებს. 60 წელია ვარ და 40 წელია უკვე აქ ვარ. მთელი 40 წლის განმავლობაში ესე ხელით ჭიდან ხელით ვიღებთ, როცა შუქი არ არის, კი, აბა რა. სად იყო ადრე ნასოსიც არ იყო. ველი ხშირად არ არის ხოლმე? ახლა რა დაიწყება სეზონი, ზამთრის სეზონი, ასე გათიშავენ ხშირად. რატო თიშავენ? ქარი როა? და ეს კაბელები რო გააკეთეს, ახლა ახალი მოდის კაბელები ხშირად მიზეზდება და ბრძოლები ამ თავრობას არცეთი არ გაკეთება. შენ ძიძულებული ხარ დაანებო თავი და დაკმაყოფილი და იმ ცხოვრებას რაც აქვს ბოძებული ღმერთიდან. ესა ეგი არის 14-15 მეტროზე წყალი, 2 მეტროზე კი არა, რომ იოლად დაბინძურდესო იოლად იგი. ეგ თავისავად გამდინარე რო არის, თავისავად იფილტრება. ადგილობრივები წყლის ხარისხში დარწმუნებულები არიან. ამას 55 წლისა ვარ უკვე 55 წელზე და ჩემი წინაპრები ამას მომდენ კიდე. როდის გაფეჭდა გაკეთებული რამდენი წლის წინ? ჰეჭაგი იგივე 20 წლის წინ არა ნუ გზა მეტი 30 წლის. ოდნავ განსხვავებული მეთოდია ეს სინჯის აღების, მაგრამ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სასმელი წყლის სამივე ონკანიდან, წყაროდან და ჭიდან აღებული ნიმუში შესამოწმებლად კერძო ლაბორატორიაში მივიტანეთ, სადაც სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური ანალიზი ტარდება. სხვა სიტყვებით დადგინდება, რამდენად ვარგისია სასმელად თითოეული მათგანი. პასუხი სამ სამუშაო დღეში გვეცოდინება. აქ მოგვიწერთ ხელს, რო გავარებთ გამოსწორება. მადლობა. აბა ნახოთ ჩვენი პასუხები, ესე იგი პირველ შემთხვევაში პირველი ნიმუში სუფთა, მეორე ნიმუში ასევე არ აღმოჩნდა დარღვევები. მესამე შემთხვევაში არის დაბინძურება. ფარცხანაყანევის წყლის ნიმუში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ 2 ტიპის დარღვევა გამოვლინდა. კერძოდ მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა ნორმას სერიოზულად აღემატება. პირველ შემთხვევაში 130-20-ის ნაცვლად, ხოლო მეორე შემთხვევაში 168-100-ის ნაცვლად. ნიმუში აღმოჩენილია ასევე კოლიფორმული იგივე ნაწლავის ჭყირის ტიპის ბაქტერიები, რომლის არსებობაც სასმელ წყალში დაუშვებელია.
ოფიციალური ინფორმაციით ჩვენს ქვეყანაში 3360-ზე მეტი სოფელია, რომელთა დაახლოებით 1/3 წყალმომარაგების სისტემა არ გააჩნია. პრობლემებია იქაც, სადაც გაყვანილობა მოძველებულია ან განახლება საჭიროებს. სპეციალურად წყალმომარაგების სისტემების მოსაწყობად აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის სესხია გამოყოფილი, რაც სერვისების გაუმჯობესებასა და წყლის სექტორის განვითარებას უნდა მოხმარდეს.